თანამშრომელი თუ კონტრაქტორი. რეალური ტესტი რა არის? გონიათ კონტრაქტორი დაიქირავეთ, შესაძლოა კანონის სხვაგვარად ამბობდეს და ეს სერიოზულ ხარჯებად დაგიჭრეთ. მაშინ, რა არის რეალური ტესტი? არ არსებობს ერთი კონკრეტული მონიშნის ველი. სასამართლოები იყენებენ მრავალფაქტორიან ტესტს, აი რას აქცევენ ყურადღებას. კონტროლი. ვინც ყვეს, როგორ, როდის და სად შესრულდება სამუშაო, თუ თქვენ წყვეტთ, ეს თანამშრომლებისაკენ იხრება. ვალდებულებების ურთიერთობა. ვალდებული ხართ შესთავაზოთ სამუშაო და ვალდებული თუ არა მეორე მხარე მიიღოს. თუ კი, ეს დასაქმების ნიშანია. ინტეგრაცია არის თუ არა თქვენი ბიზნესის ნაწილი. იყენებენ თქვენს იმეილს, ესწრებიან გუნდურ შეხვედრებს, არიან ყოველდღიურ პროცესებში ჩართული. ეს საყურადღებო სიგნალია. ფინანსური რისკი და აღჭურვილობა. კონტრაქტორები იყენებენ საკუთარ ინსტრუმენტებს, გიგზავნიან ინვოისებს და თავად იღებენ რისკს. თანამშრომლები არა. შეცვლის უფლება. შეუძლიათ თუ არა სხვას გაუგზავნონ სამუშაო შესასრულებლად, თუ არა ეს უფრო თანამშრომლობას ჰგავს. ვერც ერთი ფაქტორით სამხრივად ვერ წყვეტს, მნიშვნელოვანია საერთო სურათი. თუ ვინმე სტატუსი არასწორად განსაზღვრეთ, შესაძლოა გეოდებოდეთ საგადასახადო ვალდებულებები, უსამართლო განთავისუფლების არჩევები ან ასე შემდეგ, გჭირდება დახმარება გამართულ კონსულტანტის ხელშეკრულებებში ან დასაქმების სტატუსის გარკვევაში. ამისათვის მოგწერეთ ან ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს და დაჯავშნეთ ვიზიტი ჩვენს გამოცდილ იურისტებთან.